პროტესტი გაცილებით დიდია, ვიდრე ხელისუფლება ქუჩაში ხედავს. და ბუნებრივია ვერუშველის ვერანაირი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, იმიტომ რომ ამ პროტესტის ჩახშობა მსგავსი ქმედებით და ის თვითონ საგანგებო მდგომარეობაც იქნება არაკანონიერი. Ჩვენი დაუმორჩილებლობა იქნება ის კი არა რომ არ ვემორჩილებით დაუშვათ საგანგებო მდგომარეობას, არ ვემორჩილებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას და არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაც არის არალეგიტიმური. ამიტომ აბსოლუტურად ლეგიტიმური როგორც საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფოს ერთ-ერთ მოქალაქეს და წევრს, ხო? მაქვს უფლება რომ არ დავემორჩილო და ბუნებრივია რეჟიმის მხრიდანაც იქნება პასუხი თავისთავად, მაგრამ ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ ეს პასუხი მივიღოთ დროებით თავისთავად, მაგრამ შემდეგ ეს შეფასდება როგორც არალეგიტიმური თავისთავად, შემდეგ შენ ამას ექნება შემდგომ პერიოდში სამართლებრივი შეფასება თავისთავად. არა მხოლოდ ჩვენ შევაფასებთ, არამედ იქნება ამას დაკავშირებით პროცესი სახელმწიფოში, რომელოდესაც ეს ხელისუფლება დამთავრდება.